ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენთან განვიხილოთ ჩვენ რას ვაპირებთ ზოგადად ამ პერიოდის განმავლობაში და როგორი საარჩევნო კამპანია გვექნება. რა იმედი გვაქვს ამჯერად ქართველი ხალხის. ჩვენ არც ერთი არ მივიღებთ უშუალოდ მონაწილეობას საკრებულოს არჩევნებში და შესაბამისად სრულად თავისუფლდება ყველა ადგილი ვაკანტურია. მოდი ესე დავიწყოთ. ანუ ფაქტობრივად ყველგან ვეძებთ ადამიანებს. შენ რას ფიქრობ რა მკითხეს ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ლიდერობითო ვიზუს თუ არა ბრძოლაო და როგორ უთხრა ვიღაცას რომ პრეზიდენტის ლიდერობით აბა თქვენ ისეთ ბიჭებო მეთქი, მაგრამ ზოგადად პრეზიდენტი თუ ბოიკოტისკენ წაიყვანს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩვენ ოპოზიციას მე მგონი ეს იქნება ყველაზე კაი საქმე. ხალხს ამდენ პარაზიტს მოაშორებ და არ დააბნევ ამ არჩევნებზე, არ იქნება ცუდი საქმე. გასაგებია რომ ამ სიტუაციაში ძალიან მოკლევადიანად ანუ არანაირი შანსი არ ექნება რამე დაუპირისპირო კოცებს რა. მაგრამ გრძელვადიანად აი ამდენი პარაზიტი რო გაქრეს, რომელიც უბრალოდ აი სპამობენ რა სიტუაციას. მაშინ გამოვა რომ შანსი იქნება, ჩვენ შანსი გვექნება, ვიღაც სხვა შეიძლება შანსი გაუჩნდეს. შეიძლება ახალი პოლიტიკოსები გამოჩნდნენ, ან თუნდაც ადგილობრივ დონეზე სრული განახლება შეიძლება მოხდეს იმ გაგებით, რომ უცბად ახალ ადამიანებს გაუჩნდეთ რაღაცა შანსი, რომ ჩაბეტონებული, ახლა რა მნიშვნელობა კოცებისგან ხარ ჩაბეტონებული, ნაცებებისგან ხარ ჩაბეტონებული, თუ შენ მაგ კონტექსტში ხარ რა, ყოფილი სახელმწიფო თუ მოქმედი სახელმწიფო პარტია, საბოლოო ჯამში მაინც იმ ჩარჩოშიზე ხარ, რომ შენით ვერაფერს ვერ აკეთებ და ეგ რო გაირღვეს, აი ადგილობრივ დონეზე რომ ხალხმა თქვას, რომ ჩვენ ფეხებზე მკიდია, ჩვენთვის ვიბრძვით რა რაღაცნაირად. ნაცი რას გადამიწყვიტავს ცენტრში, ფეხებზე მკიდია. ჩვენ მე მგონი პირველი დაშვება უნდა გავაკეთოთ, რომ ასე დროს რა ვშვებით, ანუ უცბად წარმოედგინე, რომ შეიძლება მოგვაწყდეს ხალხი, ყოფილი საკრებულოს წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების რომლებსაც თავისმა პარტიებმა აუგზავნეს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვეულებრივად რა ვიყოთ დედოფლის წყარო. და იქ ვიღაც ადამიანი შეიძლება რაღაც აღიელებს, ადგილობრივ რაც პრობლემა აღიელებს. მოდის რა შენთან? და შენ რა კრიტერიუმს დაუწესებ, ანუ როგორ მიუდგებით? ვის ვეძებთ? იმიტომ რომ ყველა სხვა რა იყო. აი ვიღაცა გიჟი აქტივისტი რო ყავდა რაღაც გვარამიას აქტივისტი რომელიც მთელი ამბავი იყო რომ საკრებულოში შესულიყო რაღაც ეყვირა დაპირისპირება რომელიღაც ტყიბულის საკრებულოში. თავია დაპირისპირება. რატო იყო აუცილებელი დაპირისპირება? რა თქმა უნდა. შენ ხო არანაირად არ მიიღება. შენ ხო არ გინდა ეს გააკეთო. შენ პირველი რაღაც ტრამპლინი გინდა რომ ეს იყოს რომ წესრიგ ხალხს ვეძებთ კაცო. ვეძებთ მართლა ადამიანებს რომელიც შეიძლება მე პარლამენტში აღმოჩნდა. კაი ქვეყანაში ეს თვითმმართველობა არსებობს გავიკეთ, მაგრამ პარტიის დონეზე ვინც თქვა რეგიონში ცხოვრობს, იმათ აერჩიონ თავისი კანდიდატი. ჩვენ მარტო აი ზოგადი ფილტრი უნდა დავაყენოთ. გიჟი აქტივისტი არ ჭირდება. კომუნისტი, კაცი ჭამია რაღაც, აი ნუ ისეთი გრეხი რო აქვს, რომ რეპუტაციულად დაზიანებულია. ამის იქეთ ახლა უნდა რომ თბილისში ხიდი აშენდეს თუ არ უნდა ხიდი აშენდეს. და ვიცი რუსთავში ასეთი ავტობუსი უნდა იყოს თუ ისეთი ავტობუსი უნდა იყოს, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არის. აი თბილისში კიდე შეიძლება ჩემი საქმე იყოს, იმიტომ რომ მე თბილისში მივცემ ხმას, ხო? ანუ პრაიმერიშიც ამას ავირჩევ და არჩევნებზე წავალ და ვიღაცას გას დაუჭერ, ხო? ზოგადად ახლა რუსთავში რა უნდა იყოს, მე რაშვაში ვარ. ნუ ნებისმიერ ამბავში ხა თუ ბევრი ადამიანი არსებობს, რომელსაც თავის ქალაქთან დაკავშირებით რაღაც არ მოწონს და უნდა საჯაროდ ლაპარაკი ამასთან მიმართებით. ჩვენ მივცემთ საშუალებას ამ ხალხს ჯერეთი საკუთარ თანაქალაქელებს გააცნოს თავი თუ თანარაიონელებს და მეორე რომ ნუ რაღაც ხო შეიძლება ჩვენ მართლა არ ვიცოდეთ, ანუ მე ხო არ ვიცი ზესტაფონში რა ხდება რა პირობითად. ჩვენ წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ასეთ ხალხს მივცემთ საშუალებას რომ გააცნოს საზოგადოებას საკუთარი პრობლემები პირველი, საკუთარი ხედვები ამ პრობლემების გადასაწყვეტად და შესთავაზონ საკუთარი თავი, როგორც ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენენ მათ რაღაც კონკრეტული პირობების შესრულებაში იტყვია რომ აი მე ამის გაკეთება მინდა შემიძლია და მეორე რომ ხო შეიძლება ვერ გააკეთო უბრალესობით ვერ მოხვიდე რაღაცნაირად მაგრამ იქ საკრებულოს წევრებს და რა საკრებულოს წევრებს და დანარჩენ მოსახლეობას ეცოდინება რომ ვიღაც ადამიანები რომლებიც იტყვია რომ მე ამაზე ვჭალიჩობ იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები რაღაც კონკრეტული საქმის ინტერესის დასაცავად. ვიღაც ადამიანები ეფექტიანები აღმოჩნდებიან ამ ყველაფერში. საქმეს კარგად გააკეთებენ, დამატებით ხარდაჭერას მოიპოვებენ და მე უბრალოდ პარლამენტში სიაში გეყოლება ეს ადამიანი, იმიტომ რომ ის იქ რაღაცას იაქტიურებს და შენ აქედან ხედავ რომ იქ რაღაც ხდება შეიძლება შეფასების საშუალება გექნება საქმიანობას. თავისი ავტორიტეტით მოვა რა. მარტო რაღაც შენ რომ რაღაც იწვალე და გააკეთე ის კი არა, თვითონაც შექმნა რაღაც. თქვენთვის ეს იქნება ტრამპლინი. ჩვენთვის ხო თავარი რომ ტიპი ადეკვატური იყოს. შეიძლება შეცდომა დაუშვათ, ან შეცდომაზე ადეკვატური რეაქცია იყოს. ზოგადად რა ვიცი, წარმოდგენები ახლოს იყოს ჩვენ წარმოდგენებთან. აი რაღაცნაირად ჩავთვალოთ რომ დღეს დავიწყეთ, უკვე დავიწყეთ საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად და ასევე ჩავთვალოთ ის რომ უკვე ვეძებთ ადამიანებს. თუ მართლა აპირებ იმას რომ საჯარო სივრცეში, აი რასაც ქვია საჯარო საქმე რაღაცნაირად აკეთო
შეიძლება ძალიან კარგი საშუალება იყოს განსაკუთრებით ჩვენ ვიცით რაიონები და ქალაქები სადაც ადამიანების გაყვანის შანსი გვაქვს წინ არჩევნებიდან გამომდინარე და ასევე ვიცით ის რომ უკვე ნახევარწელი გავიდა არჩევნებიდან და როგორ გაიფარჩაკეს თავი ჩვენმა კოლეგებმა შეიძლება იყოს მართლა შანსი იმისი რომ ახალი პატიოსანი ადამიანები შემთხვევით მათ შორის რაღაცნაირად შემთხვევით მოვიდნენ პოლიტიკაში ახლა როგორც არის შერჩეული რა პოლიტიკური სპექტრი და ახალი ადამიანებისთვის აკრძალულია შესვლა რა პოლიტიკაში. მე სხვაშორის ერთ-ერთ ჩვენს მხარდამჭერს ვაკითხინე რა, ну კარგი შანსი მაქვს. მითხრა ჩემს რაიონშიო რა, ვიცნობო იქ კონცეფციას ვიცნობო მიმოწევ. პროსტა მოიკითხე მეთქი რა, ну თანახმანი არიან თუ არა რა, მოქმედი წევრები რომ აი შენც იქ მიხვიდე ახალი ტიპიდან. პასუხი მიიღო არა. ანუ რა დონეზე არის ჩაკეტილი ზოგადად, აი რაღაცნაირად რომ თუ იმათიანი ხარ რაღაცნაირად, ისინი არას გეუბნებიან, რომ მნიშვნელობა რა კოცია თუ ნაცია. კონკურენცი შორებს და საბოლოო ჯამში და შემთხვევით შეიძლება გაჩნდეს ფანჯარა იმისთვის რომ ანუ ჩვეულებრივი ადამიანებს მოუწიოთ და შანსი მიეცეთ რომ საჯაროდ ილაპარაკონ. ხო და აი მე მოგიწოდებთ დავიკავშირდით თუ რაღაცა გაინტერესებთ და რაღაცნაირად ერთად შევადგინოთ თქვენი გზამკვლევი იმისთვის რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიაღწიოთ წარმატებას. თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ გვინდა რომ ეს ხალხი ავარჩევინოთ თვითონ იმ ადამიანებს ვინც ამ რაიონში ცხოვრობენ. ანუ გირჩის მხარდამჭერები, რომელიც დასტურდება მხარდაჭერობა დასტურდება იმით რომ აქვს ჯედი, გირჩის ვალუტა, რომელიცაც ის მონაწილეობს ამ პრაიმერისში და ჩვენ არ ჩავერიოთ თბილისიდან. იმიტომ რომ აი უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ რამდენხელა რესურსი აქვს ქოცებს რომ შენი ვინც არ უნდა იყოს შენი წარმოადგენელი რეგიონში გადაიბირონ. რავი, აქამდე ზიბირებენ ჩვენს კოლეგებს და რეგიონში რომ გადაგიბიროს საკრებულოს წევრები ვის გაუკვირდება ეს ანუ შენ წინასწარ უნდა დაიზღრო ამისგან თავი. ეს კრიტერიუმი ის არის რომ რავი ქოცებთან აცებთან ვიღაცასთან გადახტავმა არ მოსულა ანუ ზოგადად არ მოსულეს ეს ჩათლახობას ნიშნავს მართლა ვერ დავდებთ თავს რომ ანუ არ შეგვეშლება თან ახლა ვიღაცამ გადაიბიროს ამის გამო მემაგინონ რომ ისა რა ქვია შენი საკრებულოს წევრი სადღაც გადახტაო და ანუ მე მას ვიცავდე საერთოდ არ მინდა რა რაღაცნაირად თამას ამიტომ გვინდა რომ ამ ხალხს თვითონ ავარჩევინოთ ეს ადამიანები და რაღაცნაირად მათთან ერთად ანუ რავი ვითან ამშრომლოთ იმისთვის რომ შემდეგი საპარლამენტო იქნება თუ რაც იქნება იმ არჩევნებისთვის უფრო მომზადებულები ვიყოთ კიდევ მნიშვნელობა თქვენ აქტივობას ანუ თქვენ თუ გინდათ თქვენ რეგიონში გირჩი იყოს ბიულეტენში და ეს არის მარტივი ამბავი სია შესადგენი ფულია დასახარჯი იქ რაღაც საქმე გასაკეთებელი და ამიტომ უნდა იპოვოთ ისეთი კანდიდატი რომელსაც ღირს რო დახარჯა დრო კარგი იქნება თუ ჯედერები გიცნობენ რომ თქვენ მხარდაჭერა გქონდეთ ასე უბრალოდ ჩვენ არ დაგნიშნავთ რომ ვიღაცა მოგვეწონა და შემდეგ აი თერჯოლაში იყო ვიღაც დაწერა თერჯოლაში აქარო და აი თერჯოლაში რამდენიც ყავს ჯედერები რამდენიც არ უნდა იყოს აი 1000 ჯედი აქვს ჯამში ესე იგი 1000 ჯედით გადაწყვეტენ პრობლემა არის ოღონ ჯერ უნდა გამოჩნდეს ხალხი და რაღაც პროცესი უნდა ჩავატაროთ რუსთავში ახლა ბევრი ადამიანი ყავს მარტო იმ შეხედვაზე რამდენი 10,000 ადამიანი იყო მოსული და იქ ჯედერებიც ბევრი იქნება და ასე შემდეგ ქუთაისში ჩავალთ ამ თვის ბოლოს და ბათუმში ეს რაც უკვე ფაქტობრივად თბილისის თავისთავად გასაგებია ამ 4 ადგილას მივიღებთ მონაწილეობას ზუსტად ვიცით ამ ყველა ვარიანტში და უბრალოდ უკვე ვემზადებით დანარჩენ რეგიონში უბრალოდ თქვენზეა დამოკიდებული ჯერ უნდა გამოჩნდეთ როგორც კანდიდატი მე რაღაცნაირად დაორგანიზოთ სურვილები ან ჯერ სურვილები გამოჩნდით ვინც დაეხმარებათ მომავალ კანდიდატს და აერჩიეთ არა ეს აუცილებელი კანდიდატი გირჩელი იყოს რომ აი ვიცი ყველა ვიცნობდეთ მაგრამ თქვენ რაიონში პატიოსანი ადამიანი თუ იცით რომელსაც იცის პრობლემები რომელიც თქვენ რაიონს აქვს შეუძლია ამაზე ლაპარაკი და რაღაც ხარდაჭერა ჭირდება ოკეი ჩვენი მხრიდან მზად ვიქნებით ეს ხარდაჭერა გავწიოთ